ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკ ოფლაჰერტის მიერ გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძისთვის 10 დეკემბერს გაგზავნილ წერილს ავრცელებს, რომლითაც ოფლაჰერტი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე განახლებულ ინფორმაციას ითხოვს. წერილი თვიგებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში ვიზიტისას 2025 წლის იანვარში ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არწმუნებდა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ. მაიკ ოფლაჰერტი წერს, რომ ამის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირებმა წყალში ქიმიური ნივთიერებების შერევა დაადასტურეს, თუმცა თქვეს, რომ ეს არ იყო ტოქსიკური ნივთიერება. წელში ნახსენებია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები, რომელიც მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვან ბრალდებებს, მათ შორის წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობებს ადასტურებს. 2025 წლის იანვარში საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ არ გამოიყენებოდა ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი. მას შემდეგ რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, თუმცა არა ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რაც ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ რეპორტაჟში იყო ნახსენები. ამ კონტექსტში მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება უნდა განიხილებოდეს როგორც მთავარი პროკურატურის მიერ. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილად, რადგან ეს კანონიერების აუცილებლობისა და პროპორციულობის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოშობს. ევროპის საბჭო მაიკ ოფლაჰერტის წერილზე საქართველოს ხელისუფლების პასუხსაც ავრცელებს. 8 გვერდიან პასუხში წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის საკითხს მხოლოდ რამდენიმე აბზაცი ეთმობა, რომელიც ძირითადად სუსის მიერ 5 დღეში დასრულებული გამოძიების პერიფრაზია.